ერთად წავიდეთ ზეგაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში და თან მცირეც გიამბობთ მონასტერთან დაკავშირებით. თითქოს ხომ არაფერი არ ხდება, ეხლა მიდიხარ ჩვეულებრივ ატალახებულ გზაზე, მაგრამ უცბად გადაუხვევ ისეთ ლაჟვარდოვან ბუნებაში, როგორიც ზეგაანია. ირგვლივ მხოლოდ გამწვანებული ბუნებაა და ჩიტების შურტული ისმის. აი მოვედით ზეგაანის მონასტერში ეზოში და ერთად დავათვალიეროთ ეს სილამაზე. სამონასტრო კომპლექსი გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფელ ზეგაანის მახლობლად მდებარეობს. 2006 წლის 7 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია. კომპლექსი მოიცავს მე-5 საუკუნის წმინდა მარინეს ეკლესიას, რომელიც მე-16 საუკუნეში მოიხატა. მე-6 და მე-7 საუკუნეების ყოვლადწმინდა სამეკლესიამ ბაზილიკას და სხვადასხვა დროის მცირე სამლოცველოებს, მარანსა და სხვა ნაგებობათა ნანგრევებს. მონასტერს გარს ევლება დაბალი გალავნის კედელი. 2008 წლის 27 აპრილს მრავალი საუკუნის შემდეგ მონასტერში პირველად აღევლინა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წირვა. წირვა აღავლინა მონასტრის წინამძღვარმა, მღვდელ მონაზონმა სელაფიელმა. აქედან მოყოლებული მონასტერში დიდ დღესასწაულებზე და კვირა დღეებში ტარდება წირვა ლოცვები. მე ახლა შევდივარ წმინდა მარინეს ეკლესიაში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძველი ეკლესიაა მთელ საქართველოში, უძველესი თავისი ნაგებობით. იქვე მონასტრის ეზოში განთავსებულია სატრაპეზო, ხოლო მეორე სართულზე კი კელიები. კეთილმა ხალხმა მეც შემიპატიჟა სატრაპეზოში და მივირთვი მცირედი. მადლობა, არ შეწუხდეთ, მეტი არ მინდა. მადლობა, არაფერი. მოიწონეთ ვიდეო და დააკომენტარეთ, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ თქვენს ოჯახებთან ერთად.